მოგესალმებით, ვაგრძელებთ დისკუსიების ციკლს სპექტაკლის შემდეგ. ეს პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ და ხორციელდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელშეწყობით. წარმოგიდგენთ ჩვენი ვლოგის სტუმრებს, ქალბატონი ლელა უჩიაური და თამთა ქაჯაია, ჩემი კოლეგები თეატრსოდნები, მე ვარ ლაშ ჩხარტიშვილი და დღეს განვიხილავთ თეატრი ათონელის სპექტაკლს იოსები, რომელიც დადგა გეგა გაგნიძემ. და სანამ კონკრეტულად სპექტაკლზე ვისაუბრებდეთ, ვიტყვი, რომ თეატრი ათონელზე ბოლო პერიოდში, ბოლო სეზონზე განსაკუთრებით გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინტერესო ექსპერიმენტების სივრცეთ ახალგაზრდა რეჟისორებისთვის. ყველა მისწრაფვისიქ და ისაოცრება ძალიან საინტერესო შედეგსაც დებენ და ეს ექსპერიმენტი არ რჩება მხოლოდ ექსპერიმენტად, ყოველ შემთხვევაში ეს დადგმული სპექტაკლები, რაც ბოლო პერიოდში ამ თეატრში ვნახეთ, ამის თქმის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს და ყველაზე კრიტიკული სოფხედველობრივად სხვადასხვანაირად განწყობილი ადამიანებიც კი ამ თეატრში რომ მიდიან და მერე ბრუნდებიან სპექტაკლის შემდეგ ამბობენ, რომ მართლაც საინტერესო სპექტაკლი ნახეს და ესეთ ერთ-ერთ საინტერესო სპექტაკლზე გვინდა ყურადღება შევაჩეროთ გეგა გაგნიძის იოსები, რომელიც ფრანც კაფკას პროცესის მიხედვით დაიდგა. ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ სპექტაკლზე, მაგრამ ჩვენ პროფესიულ სივრცეში მომუშავე ადამიანები სულ ველოდებოდით გეგა გაგნიძის ძალიან კარგ სპექტაკლს. კი ბატონო ბალიშის კაცუნა დადგა, მაგრამ მე იმედი არ გვიცრულდებოდა, მაგრამ აი რაღაცა სიმაღლეს ველოდებოდით და ესეთი საინტერესო სპექტაკლი რომ ნამდვილად გამოუვიდა, იყო მზის სხივი, მაგრამ ამ მზის სხივზე უკეთესი სპექტაკლი ჩემი აზრით შემოგთავაზა გეგა გაგნიძემ, ეს არის იოსები, რომელიც უკვე ვახსენე და თამაშობს ის გუნდი, რომელიც მზის სხივში დაემატა ნიკო ფიფია და გიორგი გიორგანაშვილი, ასე საყვარელი ფართო მაყურებლისთვის ცნობილი მსახიობები და რა თქმა უნდა გიორგი შერვაშიძე და ნატალია გაბისონია. სპექტაკლი პირველივე წუთიდანვე იწყება ისე, რომ ჩაგითრევს, ვეღარ დუნდები და ბევრი რამე გაუცებს ამ სპექტაკლში. პირველი ის, რომ ეს ტექსტი, რომელიც ძალიან ცნობილია, ასე მოიტანა რეჟისორმა ჩვენამდე, ფაქტობრივად მე მგონია, რომ რეცეფცია გააკეთა პროცესის და სრულიად ახალი ტექსტი შემოგთავაზა. მოქმედება ხდება მომავალში და ეს არის კარგი ნიმუში, ეს სპექტაკლი იმის, თუ როგორ მუშაობს რეჟისორი სპექტაკლის ყველა კომპონენტზე, მაგალითად სცენოგრაფია, მუსიკა, რეკვიზიტი, ვიდეო პროექცია, მსახიობის ინტონაცია, სტილისტიკა, ყველაფერი არის ერთმანეთთან ჰარმონიაში. ეხლა მე რო ჩემს კოლეგებსაც მივცე შესაძლებლობა რომ ილაპარაკონ ამ სპექტაკლზე და მარტო მე ჩემი აზრი არ მოგახვიოთ, ჩვენს უხუცეს თუ არ ჩამარტყა ეხლა თავში ლელა უჩიაურს, უნდა ვთხოვო აზრი გაგვიზიაროს გეგა გაგნიძის იოსებზე. მოგესალმებით და მართლა ყველაფერში გეთანხმები ლაშა, ეხლა რას თქვი? ეხლა უხუცეს არ გულისხმობ ძალიან, მაგრამ არ გეთანხმები იმაში, რომ სპექტაკლი ხდება, მოქმედება ხდება მომავალში. ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად დღევანდელი დღე, ის რეალობა, რომელშიც ვართ და ამაში მეც გეთანხმები. ხო, მაგრამ მომავალში ის ხდება სცენაზე ვუყურებ ყველაფერს იმას, რაც ხდება ქუჩაში ამ წუთას, კი. და რაც ძალიან საინტერესოდ აქვს რეჟისორს დანახული და ის სწორედ ის, რომ აი როგორ იქცა კაფკას პროცესი გეგა გაგნიძის იოსებად, ეს მართლა ძალიან ესეთი აი მართლა მოულოდნელი, იმიტომ კი რომ გეგა გაგნიძისგან არ ველოდი, ძალიან კარგადაც ველოდი და მართლა ბალიშის კაცუნას მერე ჩემთვის ეს მაშ როდესაც ნახეთ ეს სპექტაკლი, ყველასთვის ალბათ ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლი თანამედროვე ქართულ თეატრში, ასეთი სპექტაკლი აღმოჩნდა ჩემთვის იოსები, არა მოულოდნელად, მაგრამ მაინც აღმოჩნდა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ჯერთ იმ რომანის, იმ ურთულეს და ჩახლართული და სრულიად პერსონაჟიანი, ძალიან მძიმე სპექტაკლის ასეთი ფორმით, ესეთი სახით, ესეთი სათქმელიც, რა თქმა უნდა, არის შეცვლილი 21 საუკუნის ადამიანის ძახილია იმ საზოგადოებისთვის, რომელიც მას გარს ვახვევებართ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, როგორ ზუსტად
გრძნობენ მსახიობები და რეჟისორი იმ მართლა მაჯისცემას, რითაც დარბაზი ესინჯება დარბას, ხო? და ურთულეს ლაბირინთებში დადის რეჟისორი. იმპროვიზაციაც ბევრია. ძალიან რთული სტრუქტურა არის ურთულესი. თითოეული პერსონაჟი კავკასიური ისედაც რთული, აქ კიდევ უფრო განსხვავებულა და ბევრად უფრო შეიძლება ითქვას ახალ სიღრმეებ შემატებულია, რადგან ცხოვრებამ ალბათ იმ ისტორიამ, კაცობრიობის ისტორიამ კაპკადან გაგნიძემდე დღევანდელობამდე ბევრი რაღაცა კიდე გაერე, კიდე განიცადა, კიდე 1000 იმის წინაშე აღმოჩნდა არჩევანის კი არა, კედლის რომელის გარღვევაც შეუძლებელია, როგორი მინის აქ ყველაფერი მინის არის, თითქმის ყველაფერი მინისგან არის შექმნილი სპექტაკლში, ხო? და მიუხედავად ამისა ეს კედელი არაფრით არ ჩამოშალა, პირიქით უფრო გაძლიერდა. დრომ და ისტორიის მსვლელობამ და დღევანდელობამ. კი, ძალიან ბევრ ამაზე დაგაფიქრებს. თამთა განსხვავებული აზრი გექნება ზუსტად შეცი ახლა და მოგესალმებით. ჯერ პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, რომ გიგა გაგნიძე ჩემთვისაც როგორც თქვენთვისაც გეთანხმებით, ერთ-ერთი ის ახალგაზრდა რეჟისორია, რომლისგანაც სულ ველოდებით რაღაცა კარგს ახალს და აი სპექტაკლები რაც თქვენ ჩაბათვალეთ ლაშა ზუსტად იგივეს გეთანხმებით და რომ მისი გამორჩეულია ეს მზის ხაზი და ბალიშის კაცო და ახლა უკვე მესამე იოსაბე. პირველი შთაბეჭდილება ამ სპექტაკლის გამოსვლიდან რაც მქონდა იყო რომ ეს ყოველდღე თანამედროვეობაში ხდება, ხო, ეს პოლიტიკური, სოციალური უმძიმესი აბსურდული მდგომარეობა, მაგრამ პირველი აი რაც მინდა ვთქვა, რომ ეს სპექტაკლი ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ ერთმოქმედებიანია, მაინც ორმოქმედებიანია და ვყოფ ნატალია გაბისონიას გამოსვლამდე და მანამდე რაც ხდება მოქმედება. იმიტომ რომ მართლა გულწრფელად მინდა აღვნიშნო, ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო გოგოა დღეს ქართულ თანამედროვე თეატრში. რაღაცა საოცარი ინტელექტუალ მსახიობს ვეძახი, რაღაცა მუხტი აქვს ისეთი, რომ აი ეს უცნაური რა იყო იცით, რომ გამოვედი სპექტაკლიდან, მართლა კათარსისი მქონდა, ისეთ უმძიმეს თემაზე მესაუბრებოდა და აღფრთოვანებული ვიყავი, აი აბსოლუტურად მისი ენერგიით და მარტომი არა, აბსოლუტურად ყველა იქ მისი ეს უხილავი ძალა და ენერგია და შემოქმედებითი ნიჭი რაც მას გააჩნია აღსანიშნავია. მეორე თვითონ გეგა გაგნიძეს რაც შეეხება ძალიან ისე კარგად აქვს გამოხატული თუნდაც რეკვიზიტებში და აი ეს თან ყველაფერი რაც კითხეს საზოგადოებას აწუხებს რეკვიზიტია თუ იქ დეკორაციაშია თუ ასე შემდეგ თუ კოსტიუმია ყველგან ყველაფერი ჩაქსოვილი აქვს და შემთხვევითი იქ არაფერი არ არის და ერთმანეთთან კავშირშია დაწყებული ტექსტით დამთავრებული მსახიობთა ინტონაცია როგორ საუბრობენ ისინი ხო ჰარმონიაშია ყველაფერი ერთმანეთთან ყველაფერი ერთმანეთთან აი მაგალითად ერთ-ერთი ზუსტად ის რომ გიორგი შევაშიძის პერსონაჟი როდესაც იწყება ხო მას ყავს იოსები თავად მას აქვს ის აკვარიუმი და თევზი და სულ გამირბოდა თვალი რომ ისიც ასეთ ჩაკეტილ სივრცეშია ზუსტად იმ თევზებით და თითქოს ეს აკვარიუმი ძალიან ბუნებრივი მოცემულობაა მაგრამ ამ დროს ხელოვნურია ყველაფერი და ძალიან კარგად ვიცით რომ ეს თევზი ვერასდროს ვერ გაიქცევა ამ ისე როგორც ეს იოსები როგორც ანუ აბსოლუტურ მდგომარეობაშია დღეს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მე მგონია რომ ის გულის ტკივილი აი ყველაზე მეტად რაც იყო მსახიობების რეჟისორის აბსოლუტურად გულწრფელი იყო მათი ემოცია და ეს მათი სათქმელი იყო რომელიც ძალიან ბუნებრივად მოიტანეს მაყურებელთან კი მეც ესე მგონია რომ ის რაც აღელვებს ამ თაობას და აბსოლუტურად ლოგიკურად აღელვებს ხო გეგა გაგნიძემ თავის გუნდთან ერთად და აქ მხატვარი მარიამ ზმანაშვილიც უნდა აღვნიშნოთ ცალსახად, იმიტომ რომ ამ გარემოს ისქმნის, ხო? და მუსიკაც არაჩვეულებრივი ნოე კვირკველია მუშაობდა ამ მუსიკაზე. თელი გუნდი ფიქრობს ერთნაირად, შეიძლება განსხვავებული შეხედულებები აქვთ კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ მათ ესმით ერთმანეთის და აერთიანებთ წუხილი და იდეა. აწუხებთ ერთი რაღაც და ეს წუხილი ხელოვნების ენაზე მოაქვთ. ეს არ არის არავითარი დოკუმენტალისტიკა, არავითარი ვერბატიმი. აი ეს ფორმა ხელოვნების ენაზე რომ მოგაქვს. ხო და ჩემთვის ძალიან ტრაგიკული იყო აი საოპერო არიების გათამაშების სცენა.
ხო, სხვადასხვა ჟანრში და სტილისტიკაში. და კიდევ უფრო შემეცოდა საკუთარი თავი, რომ თითქოს იმედი დამეკარგა. იმიტომ რომ იცვლება დრო, ეპოქა, მაგრამ არ იცვლება პრობლემები და იგივე რჩება და ამიტომ ვამბობ, რომ ის ალბათ მომავალში გადატყორცნელი ამბავია. კი, დღევანდელობას ეხმიანება ცალსახად. რა თქმა უნდა, რაც გარეთ ხდება ზუსტად იმას, რასაც ყოველდღიურად ხო, მაგრამ მომავალშიც უბედურება ეს არის, რომ მომავალშიც ეს გამეორდება. მე ვფიქრობ, რომ არტისტებმა მეტწილად განსაზღვრეს მსახიობებმა ამ შემთხვევაში ამ სპექტაკლის წარმატებაც, რა თქმა უნდა, რეჟისორი და გუნდი შემოქმედებით ჯგუფი, მაგრამ აი ზუსტად აუღეს ალღო, როგორ უნდა იმუშაონ მაყურებელთან და იმუშაონ ერთმანეთთან. თუნდაც აი მათი იმპროვიზაცია ძალიან ერთ-ერთი გამორჩეული მაყურებელი მუხტი ისეთი იქნება, თუნდაც ნატალია ოდესის გამოდის და იქ სხვადასხვა ფრაზებს ამბობთ, იმიტომ რომ მე ვკითხულობდით ერთმანეთთან, რომ შენ დროს რა თქვა, ანუ შენ დროს რა თქვა და რომ აი მაყურებლის ჩართულობაც ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. და მე ერთი რაღაც სულ მაღელვებდა და ეხლა ამის შანსი მაქვს და უნდა ვთქვა და ვაღიარო. ალბათ ნატალია გაპისონია ყველას გახსოვთ თემურ ჩხეიძის სტუდენტებთან დადგმული სპექტაკლი ჩვენი კლასი, რომელიც გათამაშდა სამეფო უბნის თეატრში და ნატალია იყო ამ სპექტაკლში გამორჩეული, ხო? ითამაშა ბავშვობა, ყმაწვილობა, მე ახალგაზრდა ქალი და მე მოხუცი და ყველანი ვიყავით გაოცებული. და ალბათ ყველას ქონია ჩემზე უფროსთაობას კრიტიკოსების ეგეთი შეცდომა დაშვებული, რომ დურუჯზე იყო წარდგენილი და იმ წელს ვერ გაიმარჯვა. და მე ძალიან ნანობ ამას და განვიცდი, იმიტომ რომ მაშინ ვიყავი ჟიურის წევრი, იმიტომ რომ მე პათეტიკურ მონოლოგებში რო ვნახე, ამ სპექტაკლში რო ვნახე, მზისხაში რო ვნახე, მივხვდი რომ და თამთას ვეთანხმები, რომ დღეს ქალებს შორის მის თაობაში არის ნამდვილად ლიდერი. გემოვნება საკამათო თემაა, მაგრამ იუმორში ეს გემოვნება და იმპროვიზაციის დროს ძალიან საფრთხილოა და ის მე მგონი ამ ხელოვნების ჩარჩოს და უხამსობას განდევნის და ხელოვნების ჩარჩოებში თავსდება თავიდან ბოლომდე, ხო? მინდა ლელა, რომ შენც გამიმყარო ამ ჩემ მოსაზრებაში ეხლა გვერდი და ეს მოსაზრება გამიმყარო, იმიტომ რომ შენ გინახავს ის აბსოლუტურად ყველა სპექტაკლში და მე მგონი სწორი არჩევანი გააკეთა გეგა გაგნიძემ, რომ და გიორგი შერვაშიძესთან ერთად რო აქვს ეს კოლაბორაცია შემოქმედებითი და აგერ უკვე მეორე წარმატებას მიაღწიეს ერთად. ამ გუნდზე რო თქვა. აი გუნდი საერთოდ რა თქმა უნდა, რომ გუნდი ერთ-ერთი თავარია ყველგან ცხოვრებაშიც, შემოქმედებაშიც, კონკრეტულ სპექტაკლშიც, ეგ ძალიან ბევრს განსაზღვრავს და მართლა რაცაც თქვენ ამბობთ, რომ შედეგი დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, ინდივიდები, როგორი ინდივიდიც არ უნდა იყოს, იმისგან შემდგარი ერთობა არ არის ერთობა, ხო? არის რაღაცა ესე, სიმახინჯისკენ მიდის და ხშირად აი რაც შენახსენი უხამსობისკენაც. ეს გუნდი ჯერთი ჩვენ ეს ოთხივე მსახიობი, ნიკა ახალგაზრდა შედარებით, ხო? და ამიტომ ისეთი ის გამოცდილება არ აქვს მათი ნახვის სცენაზე. აი აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მიხარია, აი მართლა ბედნიერებამდე მისული სიხარული მაქვს, როცა ხედავთ სცენაზე გიორგანაშვილს. ბევრი მიზეზის გამო ამ არაჩვეულებრივ მსახიობს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაებრუნებინა ისახე, რომელიც მას რაღაცა წვეტა ჰქონდა. და ამ სპექტაკლში გამოჩნდა, რომ მას შეუძლია. ბევრ სპექტაკლს სხვაგანაც ვინახავს. იგივე გიორგი შარვაშიძე, ხო, რომელიც მართლა შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია ქართულ თეატრში. ნატალიაზე მართლა უკვე იმდენჯერ ვამბობთ, რომ გამორჩეული არის, გამორჩეულის გამორჩეული. ხო, ისეთი რაღაცა აქვს, რაც ხვებს არ აქვს. და ეს ახალგაზრდა, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება, უფრო შედარებ, ესენ ყველა ახალგაზრდაა, მაგრამ შედარებით გამოცდილ და ბევრად უფრო ხშირად სცენაზე მდგომ და სხვადასხვა რეჟისორთან ნამუშევარ მსახიობებს. ხო, ხა მართლა თემურ ჩხეიძესთან რომ მუშაობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხო? თითოეულისთვის და უცბად ესენი შეიკრნენ, რა თქმა უნდა, რეჟისორის დამსახურებით, იმიტომ რომ როგორც
ხედავთ გეგა გაგდეს აქ ეს ძალიან ისეთი მაღალი ნიჭი აქვს იმის როგორ გარდა იმისა რომ იმუშაობს მსახიობთან როგორ შექმნას მსახიობებისგან მართლა შემოქმედებითი გუნდი და ამიტომ არის რომ აი მეყვები და აი ამ არ გეშინია რომ სადღაც ან ისინი ჩაიჩეხებიან და შენთან ერთად მათთან ერთად შეიძლება შენ ჩაიჩეხო იმდენად ზუსტად გრძნობენ ერთმანეთს იმდენად ზუსტად გრძნობენ ამოცანას და იმდენად ზუსტად გრძნობენ იმას რაზეც არის სპექტაკლი. კი ბატონო. თამთა ბოლო სიტყვა შენზეა. მე ვფიქრობ, რომ ათონელის თეატრი ის თეატრია დღეს და ის სივრცეა, სადაც იქმნება ძალიან ღირებული მხატვრული პროდუქტი, სადაც გვიხარია ყველას მისვლა და მხარდაჭერამ და გამოგუცხადო, ანუ მას, იმიტომ რომ კერძო და დამოუკიდებელი თეატრია და ვისურვებთ რომ სულ იყოს, იმიტომ რომ განსხვავებულს ვნახულობთ, ანუ მაინც ასე თუ ისე, მინდა წარმატება ვუსურვო რეჟისორებს, მსახიობებს, იმიტომ რომ რეალურად ეხლა ყოველთვის ყველაფერი არა, მაგრამ ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ თუნდაც ბილეთი გაიყიდოს, თუნდაც რაღაც პრიზი აიღონ, ну მოკლედ ძალიან დიდ ენერგიას დებენ და ეს შემდეგ უკვე ფაქტად ჩანს, ანუ მათ ნამუშევარში. აი ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, რომ ძალიან საინტერესო და აქამდე იყო სხვა შორის რომ მეკითხებოდნენ, აი რომელ სპექტაკლზე წავიდა, იყო ყოველთვის მზის ხაზი ერთ-ერთი და ახლა დაემატება იოსები, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მეც თქვენის ნებართით ვურჩევ ჩვენს მაყურებელს ნახონ სპექტაკლი იოსები თეატრი ათონელზე. იმედი მაქვს რომ ეს სპექტაკლი დიდხანს იქნება მოქმედ რეპერტუარში. ჩვენ გემშვიდობებით დროებით ჩვენი სტუმრები იყვნენ ლელა ოჩიაური, თამთა კაჯაია, თეატრმცოდნეები და შევხვდებით მომავალში.